ღმერთმა განუსვენოს სულსა ახლად შესვენებულისა მონისა ღვთისა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა ილიასი საყოფელსა მართალთასა და აწესოს წიაღთა შინა აბრაამის და განუსვენოს ძვირფასო მეუფენო მამანო დედანო ძმებო და დებო აი ჩვენ დგევართ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის საფლავთან და არ გეგმავდით რაღაც სიტყვის წარმოთქმას, მაგრამ აი ალბათ მაინც საჭიროა რომ რამდენიმე სიტყვა ითქვას. იმდენად დიდი სიყვარული დატოვა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ჩვენს გულებში. იმდენად მრავლის მომცველი ღვაწლი მოიღვაწა, რომელიც ალბათ ერთი ადამიანისთვის არ ვიცი ეს შეუძლებელი და წარმოუდგენელია. მრავალ პატრიარქს იყოფოდა თავის სიცოცხლეში ეს საქმეები. განსადიდებლად და პირნათელი რომ ყოფილიყვნენ. და აი უწმინდესმა ამდენი გააკეთა, ამდენი რამ დაგვიტოვა. და ალბათ მისი გარდაცვალების შემდეგ დიდი ტკივილი და დარდიც ჰქონდა. და გვაქვს, მაგრამ აი მე მინდა გავიხსენო ეს პირველი უფრო წუთები. ალბათ პირველი ფიქრი ჩვენი ყველასი იყო და არის ეხლაც, მაგრამ იმ მომენტში განსაკუთრებით. როგორ შეიძლება რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი ეკლესიური ცხოვრება ასეთი მამის წასვლის შემდეგ? ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ის იმდენად მასშტაბური იყო და იმდენად ვიმეორებ ესეთი ყოვლის მომცველი. რომ ეს აზრი იყო პირველი. აი როგორ შევძლებთ ჩვენ ამას ყველანი ერთად. და ასევე ფიქრობდით, ვიცოდით რა რომ როდესაც წმინდა ადამიანი და მართალი და სულიერი ადამიანი გარდაიცვლება, ამას გლოვასთან ერთად აუცილებლად ახლავს ღვთის მადლიც და ნუგეშიც, საღვთო სიხარულიც, ძალის გამოვლინება. და რა იქნება ეს გამოვლინება? და ჩვენ პირველივე დღეს ეს სასწაული ვიხილეთ. მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობის საფლავისკენ. თაყვანისცემისთვის, თანაგრძნობის გამოსახატავად, გლოვისთვის. და ეს იყო და არის დიდი გამარჯვება სულისა და ღვთის სიყვარულისა ჩვენს ერში და ჩვენს ხალხში. და აი ალბათ შეიძლება ვიფიქროთ რომ შეიძლება ვთქვათ რომ ეს არის ჩვენი მთავარი ნუგეში. ჩვენ დავინახეთ რომ როგორც მისი უწმინდესობა იღწოდა თავის ცხოვრების განმავლობაში ჩვენი ერის მოსაქცევად, გასაერთიანებლად, გადასარჩენად იგი გარდაცვალების შემდეგაც ამას განაგრძობს. განაგრძობს ერის მოქცევას, განაგრძობს ქადაგებას, განაგრძობს ჩვენს გაერთიანებას. და ეს მეტათაც კიდევ იგრძნობა ეს სიყვარული ჩვენში, ერთმანეთისადმი და ღვთისადმი პირველ რიგში. აი ეს არის მთავარი სასწაული და მთავარი ნუგეში. და ალბათ მთავარი რამ რაც მან დაგვიტოვა ჩვენ. ეს არის ცოცხალი სიყვარული, ცოცხალი ეკლესია და დიდი სიყვარული ღვთისადმი ერთმანეთისადმი. და ეს გვაძლევს იმას, რომ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ჩვენი ზეციური მფარველი იქნება და ზეციური ანგელოზი შევიძინეთ ზეციური საქართველოსდან და შეგვეწევა რომ ჩვენი ერი გამთლიანდეს, გადარჩეს, გაძლიერდეს და ჩვენი ეკლესიაც გაძლიერდეს და განვაგრძოთ ღირსეულად ჩვენ მსახურება მისი ლოცვა-კურთხევით. აი გაგაძლიეროთ კიდევ ერთხელ ღმერთმა და ძალა მოგცეს.